მოგესალმებით, ეს გურიის მოამბის ვებგვერდის გადაცემა მთავარი თემა, მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ. გადაცემის სტუმარი გახლავთ მერობის კანდიდატი პარტიიდან საქართველოს გზა ბატონი ვანო ტაბატაძე. შევეცდებით პასუხი მივიღოთ კითხვებზე, რა მოხდა ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილის სტუმრობისას, რა მიზნები აქვს და რის ხარჯზე აპირებს გამარჯვებას და რა არის მისი პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები, რის მოგვარებასაც აპირებს მერად გახტომის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში გურია, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, მოდი შენც. მოგესალმებით ბატონო ვანო, დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენი უახლოესი წარსულიდან რომ დავიწყოთ, იყავით ოზურგეთის გამგებლის მოადგილე, ხელმძღვანელობდით ბურჯანაძე დემოკრატების ორგანიზაციას ადგილზე, შემდეგ იყავით წარმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გურიაში, 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ოფიციალური შედეგებით მერის პოსტზე დამარცხდით ლევან ურუშაძესთან. ეს არის მეორეც და უკვე თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც თქვენ მერის პოსტზე იყრით კენჭს. აი, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ აი მეორე ცდა თქვენი რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. დიდი მადლობა, მოგესალმებით ხალბატონო თეა. მიულოცა მთელ საქართველოს ამაღლების წყინვალის დღესასწაულს. მივესალმებით ჩემს ოზურგეთლებს, ჩემს ამომრჩევლებს, საუკეთესო სურვილებით. მე მზად ვარ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი და მჯერა იმის, რომ საზოგადოება ნახავს ამ ყველაფერს და თვითონ განსჯის რა არის სიმართლე და რა არა. კი ბატონო, აი როგორ შეგიძლიათ ეს მეორეც და თქვენი მერობაზე. პირველი იყო 2002 წელს. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად განსხვავებული შეიძლება დაიდოს ახლა შედეგი? მე გეტყვით, რომ 2012 წლის უკან 2002 წლის 2 ივნის იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე ვიყარე კენჭი ქალაქის მერობაზე. დიახ. და მინდა მოგითხრათ, რომ ოზურგეთის მოსახლეობამ გააკეთა ძალიან სწორი არჩევანი. დამიჭირა მხარი შემოხაზეს ვანო ტაბატაძის ნომერი 44 და მე გავიმარჯვე, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ არჩევნები გამიყალბა და ბატონი ლევან ურუშაძე დასვეს ჩემ ადგილზე. კარგი, მაშინ დაგეკითხებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ვანო ტაბატაძე ამჯერად ხმების დაცვას? მე დიდ მადლობას ვეტყვი. შეიძლება თორე დადგეთ იგივე საშიშროების წინაშე. მე დიდ მადლობას ვეტყვი, მაშინაც გამოუცხადე დიდი მადლობა მე ჩემ ამომრჩევას და დღესაც ვეტყვი დიდ მადლობას წინასწარ ნდობისთვის, რომ ის ხალხი მე ისევ გვერდით დამიდგება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი, ოზურგეთს ახალი სისხლი ჭირდება, ახალი ენერგია ჭირდება, ხალხთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავერთიანდეთ. დავდგეთ ოზურგეთის საკეთილდღეოდ, ოზურგეთის ხვალინდელი დღისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი მომცემს მე ხმას და მე ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, მე გპირდებით. მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენ ვერავინ დაგაშინებთ, ვერავინ შეგაშინებთ, მე ვიბრძოლებ ბოლომდე და დავიცავ ჩემ ხმებს. დიდი მადლობა ხალბატონო თეა ამ კითხვისთვის, შეკითხვისთვის. და მინდა საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე რომ ვისაუბროთ, ეს მე გადამწყვეტი ფაქტორი არის, თუ რა პრიორიტეტებს ითვლის მომავალი მერი და რა შეუძლია მან გააკეთოს ოზურგეთისთვის მერად გახტომის შემთხვევაში. აი რის გამო შეიძლება მოგცეთ თქვენ ვანო ტაბატაძეს ოზურგეთელებმა ხმა? დიდი მადლობა. მე მოგახსენებთ, რომ 2004-5 წლებში ვიყავი გამგებლის პირველი მოადგილე. ძალიან ბევრი საქმე მაქვს ნაკეთები. იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ოზურგეთს. ძალიან ბევრი სოციალური დახმარებები, გვერდზე დგომა, რაღაც ისეთი თემები იყო ოზურგეთში, ბიუჯეტიც არ იყო იმ ხელაზე გაზრდილი, რომ ყველაფერი აი იყო სახლების გადახურვა ნაწილობრივ, სოციალური დახმარებები, ვეხმარებოდით განათლებას, ვეხმარებოდით კულტურას, რა თქმა უნდა, შეძლების და გვარად. ეს ყველაფერი მე გამოცდილი მაქვს, მე ოზურგეთში დავიბადე და გავიზარდე. მე ყველა უბანს ვიცნობ, მე ყველა უბნის ტკივილი ვიცი, მე თითეული ოჯახის ტკივილი ვიცი, ჭირი ვიცი, ლხინი ვიცი თითეული ოზურგეთელის და ამიტომ უნდა დავდგეთ ჩვენ ერთად მთელი ოზურგეთის მოსახლეობა, რომ ჩვენ ხვალინდელი დღე ჩვენი ოზურგეთისთვის იყოს ბედნიერების და სიხარულის მომტანი, რომ ხალხმა ერთჯერ და სამუდამოდ უნდა ამოისუნთქოს და ამ ხალხის ცხოვრება უნდა გათანაბრდეს.
კი ბატონო, ანუ თქვენ ამბობთ რომ ოზურგეთელებმა მაშინ, აი თქვენ, როდესაც ამის ბერკეტი გქონდა და შესაძლებლობა რომ დაგენახებინათ მათთვის რისი გაკეთება შეეძლო, ანუ დაბადაძეს, თქვენ ფიქრობთ რომ ოზურგეთელებმა იმდენი რამ დაინახეს თქვენგან? თქვენ ხა ძალიან ბევრი რამ ახსენეთ, რაც თქვენი იცით და თქვენ შესწავლილი გაქვთ. მაგრამ ოზურგეთელებმა აი ის კუთხე, ის მიმართულება თქვენგან გამომდინარე იციან თუ არა, რომ შეიძლება მათ ძალიან მარტივად გადაწყვიტონ თქვენი მხარდაჭერა. კი ბატონო, გაგეთანხმებით რომ ძალიან კარგად იციან მე რა გავაკეთე, როგორ მუშაობდი და როგორ მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრება ოზურგეთში, ჩემ მოსახლეობასთან ერთად. ბატონო, თქვენ საარჩევნო სლოგანთან დაკავშირებით მინდა გითხოთ ოზურგეთი ტყუილის გარეშე. თქვენ ექსპერტს თუ აღიქვით აი ამ სლოგანის. მადლობა. ჩვენ გვაქვს ესეთი ლოზუნგი, ოზურგეთი ტყუილის გარეშე. დაიყალა ხალხი ამდენი ტყუილებით. თავრობის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ოზურგეთს მახარაძეში დავამბობენ. რომელ მახარაძეში? სადაც კორუფცია ძვინვარებდა და სადაც ფაქტობრივად ჩემი მოგებული არჩევნები წამაგებინეს. 9 წელი უხელის ქვეშ უხელი ქონდა დაგმული თავზე. ყველამ კარგად იცის, ხალხმა ძალიან კარგად იცის ის 9 წელი ვინ რას აკეთებდა. 26 მაისმა გაიარა. სადაც დაპირებული პატრონების გამოშვება. კიდევ რამოდენიმე ოჯახი დატოვეს მოტყუებული და მე მიგვიყვეს რომ რატო და ამდენი რესურსი, რატო მიყრება წყალში ამდენი თანხები, რომ შეიძლება ეს თანხები მოხმარდეს გაჭირებულ ხალხს და ის დაპირებები, რაც თავრობა დაპირდა მოსახლეობას, ერთი მაინც შეესრულებინათ ამ გაჭირებული ხალხისთვის. მე ჩემ მოსახლეობას ვეუბნები, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა გავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ოზურგეთის ბედი ხმალი. აი სალომე ზურაბიშვილის ოზურგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. რა მოხდა ბატონო ვანო იმ დღეს ოზურგეთში? რამ გააღიზიანა კალბატონის სალომე? ის იყო ამბავი, რომელსაც სკანდალის სახელი ეცა. მე მოგახსენებთ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნების წინა პერიოდში ყოველთვის იძაბება სიტუაცია. სამწუხაროდ ოზურგეთში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ კანდიდატს ებრძოლო ბინძურად, აი ასე რო ვთქვათ, ცუდი გამონათქვამით და მე მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვებრძვი, რომ მე ვიცხოვრო ლამაზად და ადამიანურად, ვცდილობდა. ქალბატონ სალომეს ქალბატონი სალომე არის ღირსეული ქალბატონი და ის რაც მოუყვეს ქალბატონ სალომეს ამ უსუსურ პროვოკაციაზე არ წამოეგო ქალბატონი სალომე, კიდეც ითქვა რომ თითქოს გაიქცა, წავიდა ოზურგეთიდან, ჩემი კანდიდატურა ეჭვქვეშ დადგა, არანაირად. ეს ყველაფერი ქალბატონმა სალომემ მოიკითხა, ყველაფერი გარკვეულია, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს იმის, რომ ვანო ტაბატაძეს რამე პრობლემა ჰქონდეს ან ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით, ან კანდიდატურის ეჭვის ქვეშ დაყენება, არანაირი ესეთი არაფერი. ჩვენ ბრძოლობთ და ვიბრძოლებთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნოდ შავი პიარი, რომელიც ამაზრზენი მოსასმენია ჩემთვისაც და პირადად და მოსახლეობისთვისაც. ანუ თქვენ გაარკვიეთ უკვე ქალბატონ სალომესთან სიტუაცია, ანუ ურთიერთობა ამ ეტაპზე როგორი არის თქვენ პარტიის ლიდერთან? გადასარევი. მაშინ ითქვა სიტყვა მე ამას გავარკვევ. ანუ ფაქტი არის რომ ქალბატონმა სალომემ ამის შესახებ, რაზეც მაშინ ესაუბრა მედიის წარმომადგენლები, არაფერი არ იცოდა. და მეორე ისე უბრალოდ შეფასების სახით რომ თქვა რომ გაქცევა სიტყვა ალბათ გამომდინარე მაინც იქედან, რომ ქალბატონ სალომესთან ჩვენ უკვე შეთანხმებულები ვიყავთ, რომ უნდა მოსულიყო ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და რაღაც ძალიან უცებ შეიცვალა ყველაფერი აქედან გამომდინარე. ქალბატონოთია რა არის, იცი? მე საიდან უნდა მომეყოლა ეს ქალბატონი სალომესთვის, ან საიდან უნდა ცოდნოდა რომ მე ამდენი წლებია გასული და ჩემთვის ფაქტიურად არავის არ მოუმართია ეს დაჭირდა აქ საარჩევნო კამპანიას რომ ჩემი სიტუაცია რაღაც აი ბინძურად აეგორებინათ. რატომ უნდა მეთქვა სალომესთვის მე თუნდაც ჯერ არც ვაპირებ რომ თავის მართლების პოზიციაში დავდგე, იმიტომ რომ 2008 წელს პროექტი დამთავრდა შპს ორიონმა დაამთავრა ამ წლის პროექტი მე დავინიშნე 2011-ში რა შეხება უნდა მქონოდა საერთოდ იმ 2 მილიონს რომელზეც არის საუბარი და ის სხვა თემები რომლებიც დიახ, ამაზე აუცილებლად მინდა გითხოთ რა ეს არის PSP-სთან დაკავშირებული აი ეს ტერიტორია რომელიც გაიყიდა იქ როგორც პროკურატურა ამბობს და პროკურატურა დასტურებს რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქმეზე თორემ ვანო დაბადაძეს კი არა
ვანო ტაბატაძეს აქვს თავისი ხელწერა გაკეთებული, რომელიც არის ნამდვილი და თუ იქ რამე პრობლემა არის, პირადად ვანო ტაბატაძეს იქ არაფერი არ არის და თუ რამე პრობლემა, მაგას თვითონ სპეციალური შესაბამისი სამსახურები გაარკვევს. ნუ რაღაც ის იყო კორუფციაში. ხო და ქალბატონოთია ზუსტად მაგას გიმეორებთ და კიდევ ამბობ რომ სად იყო ეს ხალხი ამდენხანს თუ მე ასე ვიყავი გასული, ასეთი კორუმპირებული ვიყავი, სად იყო ეს ხალხი მე როცა დავაყენე კანდიდატურა კენჭისყრაზე, აი ეხლა გამოჩნდა ჩემი ისინი ანუ თქვენ ამბობთ რომ იქ სადაც ოფიციალური ინფორმაცია ფიგურირებს თქვენი ხელწერა აი ამ განკარგულებაზე მიწის გადაცემასთან დაკავშირებით PSP-ს ხო? აი ეს ყველაფერი არის ეხლა უბრალოდ გახსენებული იმისთვის რომ რა თქმა უნდა მე რომ არ დამეყენებინა კანდიდატურა ძალიან ბევრი თხოვნა იყო სხვადასხვა ადამიანებიდან შემოთავაზებული რომ მე კანდიდატურა არ დამეყენებინა ეს საერთოდ არ გაახსენდებოდა არავის მაგრამ ეს რადგანაც მე გადავწყვიტე რომ კენჭი ვიყარო ქალაქის მერობაზე და პლუს ამას რომ 2002 წელს მე არჩევნები ფაქტიურად მოვიგე მაგრამ იმ თავრობამ მე ეს გამიყალბა ეს ყველაფერი აი იმის შიში აქვს იმიტომ რომ ადამიანებმა იცის მე ისი გაკეთება შემეძლია როგორ შემეძლია მე ადამიანებთან გვერდზე დგომა და ადამიანურად გაკეთება ნებისმიერი საქმის და ნებისმიერ თემის აქ არის რაღაც გარკვეული შიში რომ რაღაც საზოგადოება წამოვიდეს ჩემთან, ჩემსკენ მხარი დამიჭიროს და გვერდში დამედგეს. და აი აქედან აგორდა ეს ყველაფერი. აქედან მოიტანეს ეს ყველაფერი, თორე 2014 წელია დღეს, ხო? ანუ გასაგები არის, რომ თქვენ ეს ახსენით მიზეზები ხარ, ის გამო შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი აგორებული იყო, მაგრამ პროკურატურა ამ შემთხვევაში რა მიმართულებით წავა, როგორ ფიქრობთ თქვენ? თქვენ ამბობთ რომ აი ამ შემთხვევაში ეს არის ოფიციალურად გაკეთებული ყველაფერი თქვენ ბრალეულობას ამაში ვერ ხედავთ. აი პროკურატურა არა, საქმე არის აღძრული თია კიდე ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ამ საქმეში სხვადასხვა პირებიც არის მონაწილე, ეს ყველა დაკითხულია თუ არა, მე როგორც ვიცი დაკითხულია, მაგრამ 2014 წელია ეხლა. ეს იყო 2011. აქ რომ ჩემი ბრალეულობა ყოფილიყო. ან თქვენ ფიქრობთ რომ შედეგი უკვე დამდგარი იქნება? რა თქმა უნდა. კარგით, ამბობთ იმასაც რომ ეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ დარწმუნებულები არიან, აბა თქვენს კონკურენტებზე საუბრობთ, არ ვიცი სხვა ვისთან დაკავშირებით ეს ყველაფერი, რომ იციან დარწმუნებულები არიან რომ მოსახლეობის ნუ რაღაც ნაწილი მაინც გარკვეული ნაწილი რაც თქვენთვის საკმარისი იქნება მხარს უჭერს ვანო ტაბატაძეს. რა თქმა უნდა. ანუ აქ შეიძლება თქვათ არაჯანსაღ კონკურენციასთან გვაქვს საქმე. ნამდვილად არის ხალხის დაშინება, არის სამსახურებიდან გაგიშვებთ, შვილებზე, თვითონ თავად ადამიანებს, რომლებიც სამსახურში მუშაობს. ეს ჩემი სამეგობროა, ეს ხალხია, ჩემს გვერდით ვინც დგას, შემოთია. და ვინც დგას და ვინც იდგება არჩევნების შემდეგ. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ოზურგეთზე, ოზურგეთის მოსახლეობაზე, ჩვენ ხვალინდელ დღეზე, ჩვენს შვილებზე და ჩვენს მომავალზე. და ეს ხალხი დგას, მაგრამ დღეს ისეთი დრო დადგა და კი არ დადგა, უფრო სწორად ესეთი დრო მოიყვანეს, რომ ხალხი დააშინეს და მე პირიქით ყველას ვეხვეწები, რომ ნუ გამოხვალთ სახლიდან, ნუ დაფიქსირდებით ჩემთან, ნუ მოხვალთ რაღაცა, რომ აქ ეს ხალხი არ მინდა გაღიზიანდეს და რაღაც ცუდი რაღაც გამოიწვიოს ამ ყველაფერს. არ ვიცი ბატონო, ანუ თუ ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დავახლობით, დაშინების ფაქტებს ადგილი არ აქვს. ამას იყენებენ უბრალოდ ადამიანები იმისთვის, რომ როგორ გეკადრება? ეხლა მე კონკრეტული ისინი არ მინდა ეხლა ვიღაცას რა თქმა უნდა ვერიდები ჩემ ამორჩევლებს. კი ბატონო. ანუ თქვენ რომელიმე დავაკონკრეტო. რა თქმა უნდა. ბატონო, ვინ მიგაჩნია თქვენ ძირითად კონკურენტად? ჩემ ძირითად კონკურენტად არის თავრობის წამოყენებული კანდიდატურა. ანუ ბატონ ბეგიძე საუბრობ. ხო, ახლა თავრობიდან წამოყენებული კანდიდატურა არის კიდე სხვა ვინმე. კარგით, კი ბატონო, არ არის ნამდვილად და ფიქრობთ თუ არა, რომ აი ეს ყველაფერი რაზეც თქვენ ახლა ისე ეს ამას რატომ ამბობთ? მეორე ტურამდე თუ ხალხი გონივრად და აზრიანად შეხედავს აი ამ ყველაფერს, აწუნ-დაწონის რა და როგორ და რანაირად, მეორე ტური მე მგონი აღარ იქნება საჭირო. პირველ ტურში მოვიპოვებთ ჩვენ გამარჯვებას. აჰა.
და ანუ კარგით. თქვენ მაშინ თქვით, რომ ოფიციალური შედეგები კი ბატონო დაიდო, რომ მე პირველად დამარცხდი, როდესაც პირველი მცდელობა ქონდა თქვენ მეურობის პოსტზე, დამარცხდით, მაგრამ აი ხა რასაც გაუსვით თქვენ ხაზეს დაშინებებს, ზეწოლებს, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც თქვენ ხელს გიშლით ფაქტიურად, როგორც თქვენი სიტყვებიდან გამომდივარ, ხა მე თქვენ ხელს გიშლით აი ამ წინა საარჩევნო კამპანიაში. მე ხელს მიშლის, მაგრამ თვითონ ის პიროვნებები, რომლებიც ჩემ ოფისში უნდა იყვნენ, ჩემს გვერდით უნდა იდგნენ, ხმამაღლა ვერ აფიქსირებენ თავის პოზიციას, იმიტომ რომ ზოგი სამსახურშია, ზოგის შვილი მუშაობს, ზოგის და მუშაობს, ზოგის ძმა მუშაობს და ყველა თავს იკავებს, ვინც მოვიდა, ის დაიბარენ უკვე და გაატარენ რაღაც ზომები იქ. ამიტომ თავს ვიკავებ თითეული დაკონკრეტებისგან თითეული ადამიანის. კი ბატონო, და აი ამ ყველაფრის ფონზე. დიახ. თქვენ რისი იმედი გაქვთ? შეძლებს ამორჩეველი საკუთარი პრინციპების დაცვა? აუცილებლად. არა, ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და მე ვარ დარწმუნებული, რომ მე დავიცა უკვე სერიოზულად, კბილებით დავიცავ, ხმალა მოღებული დავიცავ ჩემს ხმებს. კარგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე პრინციპში რა კითხვებით მქონდა თქვენთან ყველა კითხვა ამოწერეთ. თუ არის რაიმე ისეთი, რაზეც გინდოდათ თქვენ გესაუბროთ და მე ვერ მოგეცით ამ შესახებ. აუცილებლად მე მინდა ვისაუბრო ჩემი პროგრამა მინდა გავაცნო საზოგადოებას. კი ბატონო, მე თქვენ კითხეთ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ აქამდე ვერ მივედით. დაუბრუნდეთ ნამდვილად. დაკავშირებით რას გვეტყვით? რა არის ძირითადი პრიორიტეტი? ჩემი პრიორიტეტია ძირითადად ახალგაზრდობას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, დავაფუძნო თუ და ადგილზე ახალგაზრდობა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ მათი დასაქმება. პირველ რიგში. მეორე რიგში უნდა დაუდგეთ გვერდზე ბიზნესის განვითარებას. უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები და ამით შეიქმნება ძალიან ბევრი ადგილები და შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამავდროულად ბიზნესი უნდა განთავისუფლდეს, რადგან ერთეულთა ხელშია ეს ყველაფერი მოხვედრილი. წნეხიდან განთავისუფლებას გულისხმობ? წნეხიდან განთავისუფლებას გულისხმობ და ცოტა ხალხსაც უნდა დაუდგეთ გვერდში, რომ სხვამაც განახორციელოს ბიზნესი. შეიძლება მცირე ბიზნესი იყოს, შეიძლება საშუალო, მაგრამ ყველანაირად უნდა ამოუდგეთ ამ ხალხს გვერდში. ჩვენ ყველა ვხედავთ რა ხდება დღეს ოზურგეთში. და ამ ყველაფერს უნდა ახალი სულის კვეთება, ახალი სისხლი და ახალი ხორცი, ახალი გუნდი. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ, მე ჩემს მაყურებელს შევახსენეთ, რომ ეს გახდათ გურიის მომბის ფედერაციის გადაცემა. ერთიც მინდა დავამატო ალბათობით თია და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ჩემს ამომრჩეველს, ჩემ ოზურგეთლებს, რომ ნურავის თუ შეგეშინდებათ, ნურაფრის მე ვარ თქვენს გვერდით და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ და შემოხაზეთ ნომერი 18. დიდი მადლობა. კარგი, დიდი მადლობა. მე ჩემს მაყურებელს შევახსენეთ, რომ გადაცემა მთავარი თემა მომზადებული არის პროექტის ფარგლებში გურია. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე. მოდი შენც მე მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით ნახვამდის.